თოფით დაყვება რაღაცა დაგირეკა მივარდი რამე, მაგრამ ეგეთი სადაზღვევო კომპანია ლუმექსი. აღარ ბავშვები სადაზღვევო. არასრულწლოვანი, ანუ უფროსებს არაზღვევენ ეგენი და ეხლა გეტყვით რაში მდგომარეობს. ეხლა კიდე რა უნდა თქვა. ესეც სიტუაცია რა რომ ლუმექსმა ჩვენ დაგვიკავშირა და ფული მოგცა და წადი თქვენ ილაპარაკეთ, არა. ჩვენ თონაც მივიღეთ მაგ რაღაცეებში მონაწილეობა, ეხლაც ვიღებთ და მერეს მივიღებთ ეს რა მომსახურებელს აქვს, უფრო განვითარდება მერე უფრო და სხვადასხვა სერვისები დაემატება და მე და ბატონი დავითი და ჩვენი არხი მაგაში არის ჩამული. ანუ თუ რამე მოხდა ისეთი რა თქვენი სურვილის წინააღმდეგ იქნება, ჩვენი პასუხისგებლობაც არის. ანუ მე ტყუილა არაფერს არ ვიტყვი რა. ინტერნეტის გარშეც მალე იქნება. ხო. მოკლედ ეხლა გეტყვით როგორი სიტუაცია. ამ ვიდეოს აღწერაში იქნება ლინკი. ლინკზე შეხვალთ დარეგისტრირდებით, ადვილია ძალიან, ქართულად არის. ხო. დარეგისტრირდებით და თქვენ გექნებათ ღილაკი. ანუ თქვენ ბავშვს და თქვენ, ანუ მე მაქვს ესეთი რაღაცა, ბატონო დავითი. მობილური ამოიღე და ვაჩვენოთ რა მოხდება. ანუ ეს არის ჩემი ტელეფონი. აი დავითი, აქ მიწერია, ახლა მოიტანე დავითი, ვიზეც ამაქვს ეს გააქტიურებული და ბატონ დავითს აქ აი ესეთი, ანუ თქვენ შვილს ექნება აი ესეთი ღილაკი. ანუ ამ ღილაკს თუ დააწვა, მოხდება განგაში. ეხლა ამ შემთხვევაში რა ხდება? განგაში შემთხვევაში. ბავშვს თუ რამე გაუჭიდა, მნიშვნელობა არ აქვს. ბულინგია, თავდასხმა სადარბაზოდან გამოვიდა წინ შეიძლება დიდი ძაღლია და ვერ გამოდის. ბავშვჯერ მომსვლია, მაგრამ არ გამოვედი. ხო ან კიდე წინ რაღაცა უცხო ტომელების ხროვადგა რაღაცა ყაყანებენ და შეეშინდა. 1000 რამე შეიძლება მოხდეს, მოკლედ ამას მნიშვნელობა არ აქვს. თუ ბავშვმა გადაწყვიტა, რომ დახმარება უნდა შველა, აი ამ ღილაკს აწვება. ეხლა ზოგი იტყვის, რომ ეგრე შეიძლება პოლიციაში დარეკო. პოლიციაში რომ დარეკო და უთხრა რომ ძაღლი წეს და მე ვერ გავდივარ, არ მოვლენ. თუ კრიმინალი არ ხდება. ამ ღილაკს თუ დააწვევით, მაგ შემთხვევაში ხდება ესეთი რაღაცა. ხო. ირეკება კომპანიაში და ირეკება მშობელთან ერთდროულად. ორივეს განგაში სიგნალი შემოვდეთ. მაგ შემთხვევაში ოპერატორი ყურმილს იღებს და პირდაპირ მშობელს ურეკავს და ეუბნება, თქვენმა ბავშვმა ღილაკი გააქტიურა. ანუ საშიშროება აქვს რაღაცა და უჭირს. ხო. მშობელი თუ ეტყვის, რომ გადით და მიხედეთ. შეიძლება უნა ბავშვი და პროსტა